ეს ხალი გამოდის აქედან დაახლოებით 100 მეტროში. აი ეგრე ცოტა მთავრო მოჩას დაბლობ იქ. და ძალიან უხვად. აი ხედავთ ახლა რამდენი წყალი გამოდის. ამის გარდა კიდე ექვე კვეთს ბევრი. დაახლოებით ერთი პატარა მდინარე გამოდის მიწაში, რომლის ტემპერატურა არ იცვლება. არის სულ 10 გრადუსი. 10 ნახევარი ზაფხულში ნახევარი, ზამთარში ნახევარი, ასე თამაშობს. არც იმღრევა, არც იმადებს, არც იგებს. ეს რაც ბუნებრივ პირობებს უქმნის კალმახს. ძალიან გემრიელი. რაც კოოპერატივი გავაკეთეთ, გასულ წელთან განსხვავებით, კი აღნიშნე 5 ტონა შარშა მყავდა, წელს ველოდები 25-30 ტონას. სამომავლოდ კიდე მინდა გაზდა. ეს რა თქმა უნდა კოოპერატივის დამსახურება, როცა უკვე მარტო კაცი პური ჯამაში წარვარგავ, ასე რო ვთქვა და უკვე 3 და 5 რო ვარ, უკვე ძლიერები ვარ. 90 წლის მერე 11-12-დან ვეწევით ამ საქმიანობას. თუმცა ჰქონდა ცალ-ცალკე წორები, რომელიც ისედაც ერთად მაინც ეხმარებოდით, ერთმანეთს უზიარებდით გამოცდილებას. ამის მერე გავაკეთეთ კოოპერატივი. ხეირი პირველ რიგში ის მოგცა, რომ მოვგვიოთ გრანტი. დავაფინანსეს მანქანით, ევროკავშირმა, ენპარდმა, გვიყიდა ტრაქტორი. ცალ-ცალკე მოყვავდა, ცალ-ცალკე ტრანსპორტირება გვჭირდებოდა, ცალ-ცალკე საწვავი გვჭირდებოდა, გაცილებით ცუდი გვჭირდებოდა. გავერთიანეთ ერთდროულად მოყვავს ლიფსიტი, ერთად ვაკეთებ ტრანსპორტირებას, რასაც შეღავათები გვაქვს, საჭმელი ერთად მოგვაქვს, თევზის და გაცილებით უფრო იაფი გვიждდება თევზის შენახვა. ჩვენი საქმიანობა დავიწყეთ დაახლოებით 6 თვეა რა. 6 თვეა გავერთიანდით აქ მეორე ტბორია, დიდი ტბორია აქ ბატონი მზანდება პატრონი და მესამე ტბორია და გავერთიანდით. მე შარშანა გქონდა ტბორები, მაგრამ პატარა და რაღაც ამ გაერთიანება უფრო მეტი სიძლიერე მოაქვს ამ კოოპერატივმა. სამომავლოდ დაზაგაზებული გვაქვს ლიფსიტის გამოსაჭრელი დანადგარი, სადაც შეგვიძლია ადგილზე გამოვიყვანოთ ლიფსიტი, რაც ჩვენ მეურნეობას დააკმაყოფილებს, იმის გარდა შეგვიძლია კიდე ლიფსიტის გაყიდვას ვაწარმოოთ. სხვაებიც მოამარაგოთ. ქედის რაიონში სოფელწონიაში ჩამოაყალიბეთ კოოპერატივი წონი არის სახელწოდებით, რომელიც სტატუსი მივიღეთ აგვისტოს თვეში. შექმნილი გვაქვს წესდება, ბანკში გავხსენეთ ანგარიში, იყვნენ შემოწმებაზე და დაგვარიგეს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან რა უნდა გავაკეთოთ. კოოპერატივში იმიტომ გავაერთიანდით, რომ მინდა გაფართოება, სალიფსიტეს გაკეთება, საექსპორტო გზაზე ვიყიდე აუქციონზე მიწადას, პატარა ბასეინი მინდა გავაკეთო. კოოპერატივში არის გაერთიანებული 4 წევრი, მინდა დახმარება სოფლის მეურნეობის სამინისტროდან მოგვცეს გრანტებია, კრედიტებია, რაღაცებით, რომ გავაფართოვოთ.